გამარჯობა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ხავსითა და ხეები დაფარული სანაგირე ნგრევას გადაურჩა. ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი პირვანდელი სახით აღდგა. რა შეიცვალა კომპლექსში და რა დამსახურება აქვს ერთადერთ ბერს, რომელიც მამათა მონასტერში მსახურობს. ესეთი წყობა, ესეთი არქიტექტურა მე არ მინახე არც კატალოგში არსად. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გადაურჩა დაზიანებასა და განადგურებას. კიდევ ერთი პროექტი კახეთში განახლებული ძველი და ახალი შუამთა. რა ტურისტული ზონები მოეწყობა ტერიტორიაზე? ეს ობიექტი არის ფაქტიურად ტურისტული კარიბჭე კახეთის რეგიონისთვის. საპარლამენტო არჩევნები, ლარის კურსის ცვლილება, ვიზა ლიბერალიზაცია, უმუშევრობა, 2016 წლის შეჯამება, როგორ აფასებს ხალხი განვლილ წელს? მნიშვნელოვანი იმით იყო ეს ლარი რომ თამაშობს სხვა რა. ეგეთი რამე არ მინახნია მე ცხოვრებაში. არაფერი არ შეცვლილა. თუ გაქვთ იდეა და არ გაქვთ ფული ბიზნესის დასაწყებად, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა 2017-ში გთავაზობთ გრანტებს. როდის დაიწყება პროექტი? სტუმრად ეთერში მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ირინე გიორგიძე. მომელოცია დამდეგი 2017 წელი. ფონდ ემიგრანტის საახალწლო საჩუქრები გაჭირვებული ოჯახის პატარებს. რა სურვილები აუხდინა მათ ვაჩნაძიანელმა ემიგრანტმა ცისნამი საყვარლიშვილმა? ძალიან მომეწონა ახალი ტანსაცმელები, ძალიან მომეწონა პულტიანი მანქანა. გურჯაანში საახალწლო ნაძვისხე საზეიმო თაინთო. პატარებს სანტა-კლაუსი და ზღაპრის გმირები დახვდნენ. კიდევ რა ღონისძიებები ელით 20 დეკემბერს. შეიქმნა საახალწლო განწყობა და გურჯაანელებს მიულოცავ დამდეგ ახალ წელს. საღამოშვიდობის ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის საათ 9-ზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურებთ სილქნეზე, მაგნისებთ და მაი ვიდეოზე. ვაზის უბანში მდებარე სანაგირეს ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ხავსითა და ხეებით იყო დაფარული, ნგრევას გადაურჩა. ხუროთმოძღვრების უნიკალურ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა და პირვანდელი სახით აღდგა. ძეგლის რეაბილიტაცია ფონდმა ქართუმ დააფინანსა. ერთადერთი ბერმონაზონი, რომელიც ახლა მამათა მონასტერს ყურადღებას აქცევს და ლოცულობს, მამა ევსებია. მონასტერი დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა და თუ რა სამუშაოები ჩატარდა და როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული სანაგირე, ეთერ თეთრაძის და გიორგი შიოშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ასე გამოიყურებოდა სანაგირეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია რეაბილიტაციამდე. ახლა კი ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის ცნობა თითქმის შეუძლებელია. ეკლესია გაიწმინდა ხავსისგან, ხეებისა და ნაშალი ქვისგან. გამოიცვალა ბაზილიკის სახურავი, დაიგო ქართული აგურის იატაკი და ძეგლს რესტავრაცია ისე ჩაუტარდა, რომ პირვანდელი სახე არ შეცვლილა. სანაგირე 7 ეკლესიას აერთიანებს და აქედან 3 ღვთისმშობლის ბარბარეს და წმინდა გიორგის ეკლესიები ნაწილობრივ აღდგა. ბერი მამა ევსების ინფორმაციით, ტაძარი კიდევ საჭიროებს შიდა სამუშაოების ჩატარებას. დიდება და მადლობა უფალს. ასეთი მადლი გამოიღო და ეს ტაძარი გადარჩა უნიკალური, ერთ-ერთი უნიკალური თავისი არქიტექტურით. არის ესეთი წყობა, ესეთი არქიტექტურა მე არ მინახე არც კატალოგში არსად. ეს არის ბიზანტიური სტილის სუფთა კახური წყობა. არ არის ბოლომდე დამთავრებული, შიდა ინტერიერი ძალიან ბევრი ნაწილებია რაღაც დასამთავრები, მაგრამ თელოვნებაში დამთავრებულია. რომ ტაძარი აღარ დაინგრევა და ტაძარი გამყარებულია. სანაგირეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ნგრევის პირას იყო მისული. 2 წლის წინ კი ფონდმა ქართუმ ძეგლის რეაბილიტაცია დააფინანსა. მამათა მონასტერი გურჯაანში ერთადერთია, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. სამნავიანი ბაზილიკა მე-11 საუკუნეებს განეკუთვნება. ის კახეთის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია. ნაშენია ქართული აგურით, შირიმისა და რიყის ქვით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმედოვნებენ, რომ ეს ძეგლი რაიონში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გადაურჩა დაზიანებასა და განადგურებას და მნიშვნელოვანი არის იმით, რომ ძეგლთან მისასვლელი სამანქანო გზა მთლიანად არის რეაბილიტირებული, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოინახულონ უცხოელმა ტურისტებმა.
ჩვენც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას გვაქვს კავშირები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და აუცილებლად დავაყენებთ საკითხს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რათა სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჩასმული იქნეს კახეთის ტურისტულ მარშრუტში. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ვაზისუბნის სანაგირეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საუკუნეების წინ მამათა მონასტერი იყო, თუმცა როდის შეწყდა სამონაზვნო ცხოვრება, ამის შესახებ ისტორიული ცნობები აღარ არის. ერთადერთი ბერმონაზონი, რომელიც სანაგირეს ყურადღებას აქცევს და ამ კედლებში ლოცულობს მამა ევსებია. იგი ბეთანიიდან აქ 2 წლის წინ წამოვიდა. იმედოვნებს, რომ სხვა მამებიც შემოუერთდებიან და აქ სამონასტრო ცხოვრება აღდგება. კახეთში ძველი და ახალი შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის სუვენირების მაღაზია, საფეხმავლო ბილიკები, ავტოსადგომი და საპირფარეშოები მოეწყო. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 1,871,000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები კი 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეაბილიტირებული შუამთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაათვალიერა. ეს ობიექტი არის ფაქტიურად ტურისტული კარიბჭე კახეთის რეგიონისთვის. აქედან იწყება კახეთში ის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილები და საინტერესო ადგილების დათვალიერება, რაც ძალიან აინტერესებს ტურისტებს. ობიექტი არის კარგად გაკეთებული, სწორედ გააზრებული, კარგად დაგეგმილი, ძალიან ლამაზი, ფუნქციურად გამართული. აქ ფაქტიურად ყველანაირი სერვისია ტურისტს რო კარგი და ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება და ემოციებით დატვირთო, როდესაც ტურისტი მოდის და კახეთის დათვალიერებას აპირებს. ინფორმაციული კარიბჭე ხდება ამ პროექტს, ამ ობიექტს და აქ ვფიქრობთ, რომ განთავსდება ყველა ის ინფორმაცია ჩვენს რეგიონში, კახეთში და ზოგადად საქართველოში არსებულ ტურისტულ თუ სამეურნეო თუ კულტურულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული. საპარლამენტო არჩევნები, ლარის კურსის ცვლილება, ვიზა ლიბერალიზაცია, უმუშევრობა და გაჭირვება – ეს ის მნიშვნელოვანი მოვლენები და გამოწვევებია, რომელიც რესპონდენტებს 2016-ში დაამახსოვრდათ. მათ 2017 წელს უკეთესი ცხოვრების იმედი აქვთ. გურჯაანში რესპონდენტების აზრი გიორგი ბაღანაშვილმა გამოიკითხა. ნიშნულოვანი იმით იყო ეს ლარი რომ თამაშობს, სხვა რა, მთავრობა პარლამენტის იყო, არჩევნები, სხვა არაფერი ახლა. უმუშევრობა ამას გავიხსენებ. გავიხსენებდი პირველ რიგში არჩევნებს. რაც შეეხება მნიშვნელოვან გარემოებებს, გარკვეული სახის ცვლილებები არის, მაგრამ ამ ცვლილებებს ბოლომდე უნდა მიტანა და ბოლომდე უნდა დამაგრება, რომ ხალხმა იგრძნოს ის სიკეთე, რასაც ხელისუფლება ფიქრობს, რომ გააკეთოს და რასაც ხელისუფლებას პროექტებში აქვს. ეს ხალხის ცხოვრებისეულ დონეზე უნდა მოხდეს სამის სასახვა ყოველდღიურად. ამას გარდამავალი წელი ეწოდება. იმიტომ რომ ასე გაჩერება არ გამოვიდოდა. უნდა რაღაც შეცვლილიყო. ამიტომ გარდამავალი დავარქვი ამ წელს. იმედით ვართ 2017 წლისთვის. რაღაცა მორეგულირდება ისე სასიკეთოდ. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ეს დიდი პრობლემები უცებ არ წყდება. ეს ყველამ ვიცით. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ იყო ცუდი. გაჭირვება არის. საშუალო. როგორი იყო და ძალიან უარგის. ეგეთი რამე არ მინახნია მე ცხოვრებაში. ერთი ჩვეულებრივი პენსიონერი ვარ და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება, ასეთი იქნება, არაფერი არ შეცვლილა. გურჯაანში საახალწლო ნაძვისხეს საზეიმო თაინთო ცერემონიალზე მისულ პატარებს სანტა-კლაუსი და ზღაპრის გმირები დახვდნენ. საღამო კი ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაესწრო. საახალწლო კონცერტი კი 20 დეკემბერს 18 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას თბილისიდან მოწვეული მომღერლები მიიღებენ. 40 წარმატებულ სტუდენტს კი 500 ლარი დააჯილდოვებენ. კონცერტს გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს. სიტყვის სიხარულს, სიყვარულს გისურვებთ მომავალ დამდეგ 2017 წელს ჩემო გურჯაანელებო, მომილოცია დამდეგი ახალი წელი და სულ გახარებულები მენახეთ. ილოცა! ილოცა! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა, რა თქმა უნდა.
ყველაფერს მაქსიმალურად შეიქმნა საახალწლო განწყობა და გურჯაანელებს მიულოცავ დამდეგ ახალ წელს. მინდა რომ უსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში და ხვავი და ბარაკა თითოეული მათგანის ოჯახით და მთლიან მთელ საქართველოს გურჯაანიდან რა თქმა უნდა. ფონდ ემიგრანტის საახალწლო საჩუქრები გაჭირვებული ოჯახის პატარებს ამერიკაში მცხოვრებ ვაჩნაძიანელი ცისნამის საყვარლიშვილის ორგანიზებით გურჯაანში ველისციხესა და ვაჩნაძიანში მცხოვრებ 5 ბავშვს დამდეგი შობა ახალი წელი სანტა-კლაუსმა მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ფონდი ემიგრანტი თანხის შეგროვებას და ქველმოქმედებას მომავალშიც გეგმავს. რა სურვილები აუხდათ პატარებს და რა რეაქცია ჰქონდათ სანტა-კლაუსის სიურპრიზზე? სიუჟეტი ვერა იაშვილმა და დავით პეტროსაშვილმა მოამზადეს. ეს შემდგარ საჩუქრები მომილოცია დამდეგი 2017 წელი. 7 წლის ლუკასთვის, რომელიც მშობლების გარეშე ახლობელთან იზრდება წელს, პირველი ახალი წელია, როდესაც სანტა-კლაუსმა მიულოცა. პატარას წლების განმავლობაში ნანატრი ოცნებები აუხდა და სანტამ მას ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მიუტანა. პატარა ლუკა კარგად ხატავს და ძერწავს, თუმცა გამოფენის მოსაწყობად ფანქრები და სხვა საჭირო ნივთები დღემდე არ ჰქონდა. სანტამ კი მას ეს სურვილიც აუხტინა. დიდი მადლობა სანტას, დიდი მადლობა ცისნამის, ამდენი საჩუქრები რომ მომიტანა. ყველაზე ძალიან რომელი საჩუქარი გაგიხარდა? ძალიან მომეწონა ბურთი, ძალიან მომეწონა ახალი ტანსაცმელები, ძალიან მომეწონა პულტიანი მანქანა. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული პატარა ლუკას და ვაჩნაძიანსა და ველისციხეში მცხოვრებ რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ამერიკაში მცხოვრებმა წარმოშობით ვაჩნაძიანელმა ცისნამის საყვარლიშვილმა გაუკეთა. მან იტალიაში და ამერიკაში მყოფ ქართველებთან ერთად ფონდი ემიგრანტი დაარსა, სადაც შეგროვილი თანხით პატარებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყო. მომეწონა სათამაშოებიც, ნაძვისხის სათამაშოებიც და მადლობა ვინც გამომიგზავნა. ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით და გამახართ საახალწლოდ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ვინც ეს გამომიგზავნა და მომცა, ძალიან გამიხარდა და იმასაც მადლობა რომ მაჩუქარეს ყველაფერი, ვინც გამომიგზავნა. ფონდი ემიგრანტი მომავალშიც აპირებს გაჭირვებული ბავშვების დახმარებას. ისინი ქველმოქმედებისთვის წლიდან წლამდე ფონდში აგროვებენ თანხას, რომელიც გაჭირვებული ბავშვების კეთილდღეობას მოხმარდება. გურჯაანის გამგეობის საახალწლო ნობათი ბენეფიციარებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრ Lifelines და ხელი ხელს 55 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. ნობათი სულ 39-მა ბენეფიციარმა მიიღო. დღესვე ამანათები დაურიგდათ ბაკურციხეში მცხოვრებ დევნილებს, ასევე 101 წლის ქალბატონს. წინა საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი მთლიანობაში 355-მა ოჯახმა მიიღო. მოგეხსენებათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს აქვს ყოველწლიურად ტრადიცია და 355 ადამიანს და ოჯახს გადაეცა საახალწლო ნობათები და ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან კარგი ტრადიცია და გაგრძელდება ეს ტრადიცია, რომ მუნიციპალიტეტი გადასცემს ყოველწლიურად. აქ შედიან ამ 350-ში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ტოლვილები, ანუ იძულებით გადაადგილებული პირები და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. რატომ ეცით იშვიათი რომ ბენეფიციარი ვინმეს ახსოვდეს და გამგეობას არასოდეს არ ავიწყდება ყველა დღესასწაულზე ყოველთვის მოდიან მეტნაკლებად შესაძლებლობის ფარგლებში და სულ სუთმობენ ჩვენ ბენეფიციარს. პატარა ყურადღება, მათი ვიზიტი, სულ რომ არაფერი მოიტანონ, ესე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ნაადრევი საშობა ვარდადაგები თუ გრიპის ვირუსი საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გაცდენებმა მოიმატა. მაგალითად, დღეს მეხუთე გაკვეთილის დროს ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებით სარიელი იყო და გაკვეთილები არ ტარდებოდა. მიზეზებზე სკოლის დირექციამ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა. რესურს ცენტრში კი აცხადებენ, რომ მოსწავლეები სკოლას არამხოლოდ გრიპის, არამედ დაავადების პრევენციის გამოცაცდენენ. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, რამდენიმე სკოლის დაწყებით კლასებში კუნთრუშაც დაფიქსირდა. საჯარო სკოლებში არდადეგები ოფიციალურად 20 დეკემბერს დაიწყება. დღესაც ვიყავით სამსაჯარო სკოლაში გასულები. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა რამდენიმე სკოლა გამოირჩევა თავისი გაცდენების მხრივ, მოსწავლეთა გაცდენების მხრივ და ეს არ არის მარტო გაცდენები ვირუსების გამო, ეს არის მშობლების პრევენციის გამო რო არ დაყავთ და ასევე რამდენიმე სკოლაშიც კონტრუშაც დაფიქსირდა დაწყებით კლასში და შესაბამისად გაცდენების რიცხვი ამ ეტაპზე არც ისე საკანგაშო არ გვაქვს.
არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ნაადრევად დამდგარი არდადეგები, როგორც გასულ წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა წინა საახალწლოდ ერთი კვირით ადრე. ვერ გეტყვით ახლა ეს ალბათ თითოეულმა სკოლამ თვითონ უნდა თქვას ამის შესახებ, თუმცა მე ერთ დავამატებ, რომ ზამთრის არდადეგები გვეწყება 30 დეკემბრიდან. თუ გაქვთ იდეა და არ გაქვთ ფული ბიზნესის დასაწყებად, აწარმოეს საქართველოში და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები 2017-ში გთავაზობთ გრანტებს იმისათვის, რომ ახალი ბიზნესი წამოიწყოთ ან უკვე არსებული გააფართოოთ. პროგრამა ახალი წლის შემდეგ დაიწყება, უფრო დეტალურად როდის შეეძლებათ მსურველებს ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება, მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ბიზნეს განვითარების მრჩეველი ირინე გიორგიძე გვესაუბრება, იგი თბილისიდან გვერდება. ქალბატონო ირინე, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობთ. როგორც ცნობილია, აწარმოეს საქართველოში და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება. თუ არის უკვე ცნობილი, როდიდან შეეძლებათ მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მიღება და დაახლოებით რამდენი ბიზნეს იდეა დაფინანსდება უკვე 2017-ში? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში დაიწყო 2015 წლიდან და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, ფაქტობრივად უკვე 2 წელიწადია. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა პროგრამას, ანუ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ რამოდენიმე ეტაპად განვახორციელებთ პროგრამა და შესაბამისად აქტიურობა კერძო სექტორის მხრიდან იყო საკმაოდ მაღალი. დაახლოებით 40,000-მდე განაცხადი შემოვიდა ჯამში, 40,000 განცხადების განცხადი იყო წარმოდგენილი და შესაბამისად დღევანდელი დღის მდგომარეობით გვაქვს ჩვენ გარკვეული შედეგები, რა თქმა უნდა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. რაც შეეხება პროგრამის განხორციელებას, რამოდენიმე ეტაპად განხორციელდა და ის იყო 2015 წლიდან და მეორე და მესამე ეტაპი 2016 წელს. შედეგებზე რომ ვისაუბროთ, დღევანდელი დღის მდგომარეობით დაახლოებით 3205 ბიზნეს პროექტი არის დაფინანსებული მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არის დაახლოებით 4900 ბენეფიციარი და თანადაფინანსების სახით გაცემული არის დაახლოებით 23 მილიონი ლარი. რაც შეეხება უკვე ახალ ეტაპს 2017-ში როდის დაიწყება პროგრამა და რაიმე ცვლილება ხომ არ არის? 2017 წლიდან, რა თქმა უნდა, იგეგმება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის გაგრძელება, თუმცა ზუსტი თარიღი, რომ დავასახელო დღესდღეობით, დღევანდელი მდგომარეობით არ შემიძლია, ალბათ არაუგვიანეს თებერვლის თვისა. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ამ დეტალებზე და შესაბამისად მანამ სანამ დავიწყოთ პროგრამის განხორციელებას, რა თქმა უნდა, მოხდება ინფორმაციის გავრცელებაც. რაც შეეხება პროგრამის პრინციპი აბსოლუტურად იქნება იგივე, როგორც აქამდე ხდებოდა, დაფინანსების მიღებამდე პოტენციურ ბენეფიციარს უწევდა რაღაც გარკვეული ეტაპების გავლა. ეს იყო პირველი ეტაპი ბიზნეს იდეის განაცხადების მიღება, მათი ბიზნეს იდეის კონკურსში მონაწილეობა და ასევე ამის მომდევნო ეტაპი იყო ბიზნეს გეიმების კონკურსის ეტაპი. შესაბამისად, აბსოლუტურად იგივე პრინციპით მოხდება პროგრამის გაგრძელებაც და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოუწოდო როგორც თქვენი რეგიონის მოსახლეობას, ასევე საქართველოს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამაში გამოცხადებისთანავე, რადგან რა თქმა უნდა მათ აქტიურობაზე არის უკვე დამოკიდებული შემდეგში რამდენად გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროგრამები. ქალბატონო ირინა, 2016 წელს 2015-თან შედარებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ალბათ ჩვენს მედიამაც დიდი როლი ვითამაშეთ, რათა ინფორმაცია გაგვევრცელებინა. თუ გაქვთ წინასწარ გათვლილი, დაახლოებით რამდენ ბიზნეს იდეას დააფინანსებთ 2017 წელში? ჩვენ წინასწარ არ გვაქვს განსაზღვრული, რა რაოდენობის ბენეფიციარი უნდა დაფინანსდეს. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის პირველ რიგში მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და შესაბამისად ამ რიცხვების საუბარი ცოტა რთულია. 2016 წელს იყო რა თქმა უნდა აქტიურობა, პირველ წელთან შედარებით 2015 წლის წელთან შედარებით ფაქტობრივად გაორმაგებული იყო განაცხადების მიღება. და რაც შეეხება 2017 წელს, ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ დამოკიდებული იქნება იგივე მოსახლეობიდან გამომდინარე, მათი აქტიურობიდან გამომდინარე. პროგრამის ბიუჯეტი რამდენი არის? ბიუჯეტი 13 მილიონი ლარი არის დამტკიცებული გამოყოფილი, ესე ვთქვათ, 2017 წლისთვის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის.
ქავოტონე ირინე, პროგრამაში მონაწილეობა როგორც შარშან იყო ბიზნესის დაწყების მსურველებსაც შეეძლებათ და ასევე გაფართოების მიზნითაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რჩება უცვლელი, ანუ პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ მსურველებს, ანუ მეწარმეებს, იგივე ფიზიკურ პირებს, ანუ ჩართულიყან პროგრამაში და როგორც არსებულებს, ასევე სტარტაპებისთვისაც, ჩვენ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ პრიორიტეტით ჰქონდა ანუ სტარტაპები და რა თქმა უნდა, ეხლა 2017 წელს იქნება ანალოგიურად შესაძლებლობა ექნებათ როგორც დამწყებ მეწარმეებს, ასევე არსებულ მეწარმეებს. თქვენ აღნიშნეთ სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი იდეა დაფინანსდა ამ პროგრამის დახმარებით, საინტერესოა თუ ატარებთ მონიტორინგს, რამდენად გაამართლა ამა თუ იმ ბიზნესმა და როგორ ფუნქციონირებს. გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი სააგენტოს და ასევე იმ კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება მონიტორინგი. უბრალოდ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ დაფინანსების პროცესი დასრულდა 2016 წლის ნოემბრის თვეში, დაახლოებით 1 თვის წინ დავასრულეთ ჩვენ დაფინანსებები და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ყველა ბენეფიციარის და დაფინანსებული პროექტის მონიტორინგი, ასე რომ ვთქვათ, არ გახორციელებულა, ეტაპობრივად ხდება ეს ყველაფერი. და შედეგებს რაც შეეხება, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ ბიზნესს რომ თქვათ შემოწმდეს და შეფასდეს თუ რამდენად პროდუქტიული არის და თითოეული მეწარმის ბიზნესი, ანუ რამდენად გაიზარდა მათი მოგება და შემდეგ, ანუ დაახლოებით რაღაც გარკვეული პერიოდი მაინც სჭირდება. ალბათ აი ამ შედეგებზე სადღაც 1 წლის შემდეგ უფრო თავისუფლად შეიძლება საუბარი მონიტორინგების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნება რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც. მაგალითად, ჩარჩან ქალებს და ახალგაზრდებს უფრო მეტი უპირატესობა ენიჭებოდათ ბიზნეს იდეის დაფინანსების დროს, 2017-შიც ისარგებლებს ეს ჯგუფი ამ პრივილეგიით. რა თქმა უნდა, მე როგორც აღვნიშნე, ანუ პრინციპი აბსოლუტურად იგივე იქნება, რაც 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ამ პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენ პროგრამის და ბიზნესების შერჩევითაც პროგრამის ფარგლებში გვქონდა რაღაც გარკვეული პრიორიტეტები, ესენი იყვნენ ქალბატონები, ახალგაზრდები, ასევე რაც შეეხება თვითონ ბიზნეს საქმიანობებს შეზღუდა მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა შეზღუდა ბიზნეს საქმიანობის მიხედვით, მაინც პრიორიტეტი იყო მომსახურებაზე და წარმოებაზე ორიენტირებული ბიზნესების. შესაბამისად, შერჩევის პრინციპიც აბსოლუტურად იდენტური იქნება, რაც 2015-2016 წელს ჰქონდა. დიდი მადლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. იმედია, მაყურებელი უკვე ამ გადაცემის შემდეგ დაიწყებს იდეებზე ფიქრს, რადგან კონკურსი ახლოვდება და როგორც ჩვენმა სტუმარმა აღნიშნა, სავარაუდოდ თებერვლიდან შეიძლება დაიწყოს. მაყურებელს შევახსენებ, რომ გვესაუბრებოდა მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ბიზნეს განვითარების მრჩეველი ირინე გიორგიძე. ლელიანის თემის სოფლების გაზიფიცირება აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მოსახლე ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს. გაზიფიცირებულ სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია მოსახლეობა შეხვდა და იქ არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. აქედე არ სარგებლობ, ძალიან კმაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, ეკონომიური არის, ბალონი დავტვირთავთ 30 ლარი უნდოდა და 2 კვირა ყოფნიდა. ახლა ამის არ ვიცი როგორ იქნება ჯერჯერობით. ფასებს ვერ გეყრა. ცენტრალური გათბობა გვაქვს და გუგაზობის არ იყო გაზი და ვერ მომიშავდი. გაკეთებულია ყველაფერი, დავაყენებთ და მთელი სახლი იქნება გათბობა. ჩვენ უკვე მოახდინეთ ის, რომ 24 სოფლის გაზიფიცირება მოხდა უკვე და 24-ვე სოფელში მოქალაქეებს აქვთ საშუალება, რომ ისარგებლონ გაზით. გვაქვს დარჩენილი 23 სოფელი და პარალელურად მივყვებით სამინისტროს საერთოდ სოკართან კონსულტაციებით გვინდა რომ ყველა სოფელი შევიყვანოთ გაზი. საშობაო ნახატების გამოფენა გურჯაანში დღეს სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მოსწავლების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე 100 ახალგაზრდა მოსწავლის 120 ნახატი იყო წარმოდგენილი და მისი ნახვა დამთვალიერებელს მთელი დღის განმავლობაში შეეძლო. გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს დეკემბრის ბოლოს იმართება. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები პირველ კლასიდან დაწყებული დამთავრებული კლასამდე. საშობაო გამოფენა, ეს გამოფენა ყოველ წელს ტრადიციულად ვაწყობთ ამ გამოფენებს. ბავშვები ხატავენ ზამთრის თემაზე და საშობაო თემაზე შექმნილი კომპოზიციები ზეთისფერში, გრაფიკაში, აკვარელში შესრულებული ნამუშევრებია. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სათხილამურო კურორტი მიტარბი ოფიციალურად გახსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. მიტარბის ახალ სათხილამურო ტრასაზე ისევე როგორც საქართველოს ყველა ზამთრის კურორტზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დანაყოფი მოთხილამურე პატრული დაიცავს. სპეციალურად გადამზადებული სამთო სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და ეკიპირებით აღჭურვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის 80-მდე თანამშრომელი ზამთრის სეზონის დასრულებამდე. მე შარშან საზოგადოებას შევგვიდი რომ წელს ყველა სამთო სათხილამურო კურორტზე იქნებოდა მოთხილამურე პატრული, რომელიც დაიცავდა უსაფრთხოებას ჩვენი დამსვენებლების, ჩვენი ტურისტების, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, შარშან საპილოტო პროექტმა ძალიან გაამართლა, ძალიან კარგი გამოხმაურება იყო. 80-მდე მოთხილამურე პატრული ყველა სამთო სათხილამურო კურორტზე დაიცავს უსაფრთხოებას, როგორც გითხარით ჩვენი ტურისტების, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები არიან ესენი, მათ გაიარეს სპეციალური ტრეინინგები და აღჭურვილი არიან სპეციალური ტექნიკით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტი დააკავა. ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115,985 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. 2017 წლიდან ქართული კაფშია ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება. საკითხზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში შედგა. ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე წარმოადგენდა. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, იქ მივიღეთ დაპირება, რომ 2017 წლის დასაწყისში პირველ კვარტალში ევროკავშირი ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს შავი ზღვის კაფშიასთან მიმართებაში, როგორც ეს თაფთან მიმართებაში იყო. ასევე შეთანხმდა სერტიფიკატის ფორმა, რომელიც დამტკიცებულია უკვე და განსაზღვრულია, რომ სურსათელოვნური სააგენტო იქნება სერტიფიკატის გამცემი ორგანო და პრინციპში ყველა საკითხზე შეთანხმებული ვართ, ეხლა ველოდებით ფორმალურად ევროკავშირის გადაწყვეტილებას. შეზღუდვა არ არის, არც კვოტა არ არის დაწესებული, განუსაზღვრელი რაოდენობით იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, სტანდარტების დაკმაყოფილების შემდგომ. ვიდრე ამ შედეგამდე მივიდოდით, ჩვენმა ქვეყანამ თითქმის 6 წლიანი სამუშაო პროცესი განვლო. ევროკავშირში ქართული კაფშიის გატანაზე საუბრები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ ევროპელი ექსპერტები საქართველოში კაფშიის სარეწაო ინდუსტრიის და ტექნოლოგიის გასაცნობად რამდენჯერმე იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს საწარმოები, შეისწავლეს ქართული კაფშიის ბიოლოგიური მახასიათებლები და დაასკვნეს, რომ კაფშია ერთ-ერთია, რომელიც ევროკავშირის რისკების გაანალიზების საფუძველზე მოწინავე საექსპორტო პროდუქტია. თუმცა აუცილებელი იყო როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ცვლილებების განხორციელება. გარკვეული სამუშაო იყო ჩასაწერილი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც თვითონ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ჩვენ 2016 წელს პრაქტიკულად სრულად შევძელით, რომ აღნიშნული როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე მონიტორინგის სისტემები, ამ შემთხვევაში თავს გულისხმობ, ჩვენ დაგვიმტკიცებენ და პრაქტიკაში გაგვეხორციელებენ. ქართველი მეწარმეები პრინციპში აქამდეც ახორციელებდნენ ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთში და სამხრეთ ამერიკის ყველაზე ქვეყნებში. თურქეთის რესპუბლიკას პრაქტიკულად იგივე მოთხოვნები აქვს, რაც ევროკავშირს. ახალი ბაზრის გახსნამდე ქართული კაფშიისთვის უმთავრესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია, სადაც უკვე წლებია მოპოვებული ნედლეულის უდიდესი ნაწილი იყიდება. თუმცა პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასაღების პერსპექტივა მეწარმეებს უფრო ფართო ასპარესს უხსნის. გაჩნდა მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინიც. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვაკეთებთ ხარისხიან პროდუქციას, ჩვენი წარმოება არის სპეციალიზებული სასურსათო თევზზე და თევზის პროდუქტებზე. ჩვენ როგორც გაყინული თევზს ვაკეთებთ, ისე ვაწარმოებთ თევზის დამარილებული სახით,
შებოლილი სახით მარინადში და ასე შემდეგ. მზად ვართ მივაწოდოთ ევროპას და მივიღოთ სათანადო შემოსავლები. იმიტომ რომ იქ სულ სხვა ფასებია. საწარმოსა და პერსონალის სტანდარტებზე საუბრობდა კომპანია მადაის ხელმძღვანელიც. ჩვენი საწარმო ის საწარმო არ არის რაც იყო ერთი წლის წინ, თითქმის ყველა თანამდებობაზე უკვე დიპლომირებული და ასე ვთქვათ, გავლილი ცენზის მქონე თანამშრომელი დაინიშნა. დღეს უკვე ფართო ასპარეზი გვეხსნება და ნებისმიერ ასე ვთქვათ ევროპულ ქვეყანას შეგვიძლია ახლა საბუდოებით დავესაუბროთ და ხარისხის არ გვეშინია ფაქტობრივად თემზმა გავასწარეთ სახელმწიფოს და ჩვენი გასაკეთებელი საწარმოება გააკეთეს. კავშირი ევროპაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული თევზის სახეობებს შორის მესამე ადგილს იკავებს თინუსისა და სარდინების შემდეგ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 5.3 მილიონი დოლარის ღირებულების თევზის ცხიმი, ქონი და მათი ფრაქციები გავიდა. თევზის ფქვილი კი 10.7 მილიონი დოლარის. ექსპორტი ამ ეტაპზე ძირითადად თურქეთში ხორციელდება, საიდანაც შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ხვდება. პირდაპირ ევროზონაში შესასვლელად საქართველოს ეგრეთ წოდებული მესამე ქვეყნების სიაში ყოფნა ესაჭიროებოდა. აღნიშნულ სიაში ამ ეტაპზე ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან მხოლოდ ქართული მატყლისა და თაფლის მწარმოებელი რამდენიმე კომპანიაა. თუმცა მომდევნო წლიდან მოლოდინის თანახმად მათ რიცხვს ქაფშიის ბიზნესით დაკავებული კომპანიებიც შეუერთდება. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. რუსეთში შავი ზღვის აუზში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს გლოუბენ ალექსანდროვის სახელობის დარბაზთან და ოსტანკინოს ტელეცენტრთან ათობით ადამიანი მიდის და გარდაცვლების ხსოვნას პატივს მიაგებს. ზღვაში კი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. კატასტროფის მიზეზების დადგენას ცდილობენ ექსპერტთა ჯგუფებიც, რომლებიც შავ ყუთს ეძებენ. რუსეთის ძალოვანმა უწყებამ ბორტზე მყოფი 92 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. დაღუპულებს შორის არიან რუსეთის პირველი არხის NTV-სა და ზვესდას ჟურნალისტები, მედიკოსები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი. თვითმფრინავის მგზავრებს კონცერტი სირიაში რუსულ ბაზაზე უნდა ჩაეტარებინათ. საჰაერო ტრანსპორტი სოჩის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 20 წუთში ჩამოვარდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელი არ დაემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს სამარცხვინო რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას პალესტინაში დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. როგორც BBC წერს, ისრაელს მსგავსი რეზოლუციებისგან ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვეტო იცავს ხოლმე. როგორც ცნობილია, რეზოლუცია ეგვიპტემ მოამზადა და სწორედ ის აპირებდა მის გატანას უშიშროების საბჭოზე, თუმცა ისრაელმა დახმარება დონალდ ტრამპის გუნდს თხოვა, რომლის შემდეგაც ეგვიპტემ აღარ გაიტანა რეზოლუცია. მიუხედავად ამისა, იგივე რეზოლუცია ერთობლივად გაიტანა მალაიზიამ, ვენესუელამ და ახალმა ზელანდიამ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრათიუმ და All News-მა გაავრცელა. ჰარვარდის ბიოდიზაინის ლაბორატორიაში, რომელიც აერთიანებს ინჟინრებს, მეცნიერებსა და ინდუსტრიულ დიზაინერებს, გამოიგონეს სპეციალური კოსტუმი, რომელიც ამცირებს ადამიანის მიერ დახარჯულ ენერგიას მძიმე ტვირთის გადაზიდვისას ან უბრალოდ გადაადგილებისას. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სამოსი შექმნილია არა მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებსაც რთული ფიზიკური სამუშაო შესრულება უწევთ, არამედ ასაკოვანი პირებისთვისაც, ვისთვისაც გადაადგილება სირთულეს წარმოადგენს. მათი თქმით, ის ასევე ამცირებს ბარძაყის, მუხლისა და ტერფის სახსრების მიერ გაწეულ მუშაობას ადამიანის მიერ მოძრაობის დროს ყოველგვარი გარე გავლენის მოხდენის გარეშე. Ice Hotel 365 ყინულისგან აშენებული პირველი სასტუმრო მსოფლიოში, რომელიც მთელი წელია ფუნქციონირებს. 195 კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში 21 ნომერი, ბარი და ნახატების გალერეაა განლაგებული. სასტუმროში მუდმივი ტემპერატურა ხელოვნურად -5 გრადუსია შედარჩუნებული. წელიწადის თბილ დროს კი ამისთვის სამაცივრე მოწყობილობები გამოიყენება. პირველი ასეთი სასტუმრო 1989 წელს გაიხსნა, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე დნებოდა. Ice Hotel-ის 365-ს კი ვერც სეზონზე ვერანაირი ამინდი ვერ დაადნობს. სასტუმრო აღჭურვილია შუქამრეკლი პანელებით, რომლების ნაგებობას მზის სხივებისა და თბილი ტემპერატურისგან იცავს.
ახლა დღის სხვა ამბები 53 წლის ასაკში მსოფლიო ვარსკვლავი პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. პოლიციამ მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი საეჭვო გარემოება არ ფიქსირდება. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-14 ტურში დუბლით გამოირჩა შალვა მამუკაშვილი, რომლის გუნდმაც მონპელემ საკუთარ მოედანზე ტულონი ანგარიშით 33-29 დაამარცხა. მამუკაშვილმა პირველი ფრანგული ლელო მატჩის 37 წუთზე დადო, მეორე კი 54-ზე. მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში მამუკაშვილთან ერთად კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ითამაშა. ახლა ტელეკომპანია გურჯაანისგან გაიგეთ თუ როგორი ამედგელი თვალ. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გემშვიდობებით ხუთშაბათამდე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გუყურეთ სილქნეძე, მაგდისაძე და მაი ვიდეოზე ნახვამდის.